აკარაშვები როგორ ხარ? ჯორმენი საათია. რა ვიცი, რაღაც 12 ხდება ალბათ მიახლოებით. აი მართლა წამ. Ciao, chat. 25 ვაჟებში საუკეთესო მოთამაშე ლამაზა და მშვენიერი მე. აქ გვექნება ესე აქ ლაზერი ანათებს იქით. ეს ნაგავი წავა. ნახეთ რა მომაზია. აგიდე იქ გვაქვს რაღაცა ეს ფერადი კარი. ეხლა გავჩავ შუქს, ჩავთავ მუსიკას. ცოტა ხანი შევისვენებთ და მე წილის ყრა გვაქვს და ვინუს ეთამაშება გაგაგებინებთ. შევიდეთ. და რა სიგნალია და რა სილამაზეა. ამას გავანათმეთ. ცოტა ხანში დავიწყებთ წილის ყრას. გაგაგებინებთ ვინ ის ეთამაშება. რა თქმა უნდა, ეს ვიდეო იმის მიერ დაიდება, როცა თამაშები და ტურნირი უკვე დასრულებული იქნება, მაგრამ აქ ხო ჩავსვავ ამ წილის ყრის შედეგებს და 14 გუნდი ყავს გოგოებში, 6 გუნდია ბიჭებში. მონაწილეები ვინც ქნებიან ჩანოგი წერთ აქ. და კიდე რა უნდა მეთქვა? რაღაცა მინისტრი მithვსიმრე. ერთ მიხდება ესეთი. ესეთი ადგილები სათვალეს გავიკეთებ ცოტა სერიოზული ვიდეო რომ მქონდეს ამ ბიჭს ხდება ხულია მე წავედი 11-იანები და 12-იანები მყავს. შენ? მარტო წრიანი. მასეა ყველა. აი, წრიანი რო ხავსო. ეს მე არ ვათამაშო. უკვე ბაკარია. 11 საათი დაიწყო. ხო და დილის 8 საათიდან ფეხზე ვარ, იმიტომ რომ დილით მქონდა 10 საათზე უმაღლესი ლიგის თამაში. მე არ მითამაშია მართალია, მაგრამ იქ ვიყავი.
ხო და აქაურობა დაგვრჩა და სალაგებელი ახლა უცბად მივალაგებ და ხვალ დაგიბრუნდებით უკვე ტურნირის მსვლელობისას. გათენდერბა დეკემბერი წავიდეთ დარბაზში და დავიწყოთ ტურნირის პირველი დღე. როგორც ერთ-ერთი ცნობილი ტურნირების ორგანიზატორი იყო და ყველაფერი ძალიან რთულია, სანამ პირველი საშტენის ხმას გაიგებ. ვინ ცნობილი ორგანიზატორი? მაგას მე მოგიყვებით. ხო და ჩემი აზრით 8 დეკემბრისთვის ზედმეტად ცხელა ხალხო, აი მაისური თუ არ მოკლემკლავიანი მაისურით და რაღაცა ანომალიური სიცხეებია ჩემი აზრით. ეს არ არის კარგი და კარგს არ მოიტანს. აფეთქებებია ალბათ მზეზე. ეს მესელა ისტორიაში პირველად რომ საჯარო იცოდე. ისნახ. ჩართე? პირველი თამაში მოიგეთ და როგორია გამარჯვების შემდეგ შენი ემოციები? გამარჯვების შემდეგ ჩვენი ემოცია არის ძალიან კარგი, ძალიან დადებითი. რაღაცა იყო დაძაბულობა ჩვენ შორის, მაგრამ ბოლოს გუნდურობით მოვიგეთ და შევძელით და მესამე სეტი ჩვენი გახდა. 2-1 დავამთავრეთ. მესამე სეტში ძალიან აგებდით და ახლოებით 10 ქულით აგებდით და ტაიბრეიკში მოახერხეთ და ევას ჩაწოდებაზე მოიგეთ. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამარჯვებისთვის შენი აზრით? პირველ რიგში ფსიქოლოგიურად უნდა იყო მყარა, რა თქმა უნდა, თამაშისას გუნდურობაც ესე რომ ვთქვათ, უნდა იყოს მოედანზე, რა თქმა უნდა, და შესაბამისად უნდა ითამაშო ტვინი და არ უნდა აყვეს ზედმეტ ემოციებს. თქვენ შარშანცი თამაშეთ, მაგრამ ახლა უფრო გამოცდილები ხართ. მიუხედავად ყველაფრისა, როგორ ფიქრობ, რა იქნება თქვენ შემდეგ მატჩში უფრო მეც რას გააკეთებთ და როგორ გონია რა იქნება თქვენი მაქსიმუმი, რასაც ამ ტურნირზე წელს მოახერხებთ? ამ მატჩში ზოგადად ჩვენ ძალიან ბევრი შესწავლები გვქონდა, ზოგადად გუნდურობაში შეძახილი არ გვქონდა მოკლედ და ესე ვთქვათ ემოციურად თავიდან დავეცით, მაგრამ შემდეგ ვეცადეთ რომ კარგად მყარად დავდგანვიყავით. შემდეგ მატჩზე ყველა შევესწრებით რომ უფრო გამოვასწოროთ ჩვენი შესწავლები და ზედმეტად ემოციებს არ აუყვეთ.
წარმატებებს გისურვებთ და შემდეგ მატჩში გავარკვევთ, რას იზამენ ჩვენი პატარები. ძალიან დავიყარე. даже გორდადესთანაც ბადეს რო შეეხო ის და რო იტყვე რომ მოგდა რომ ჩვენია ბუჩოკი რომ ეს შეეხო ან ვის გადავიდა ეს დაახტა და მერე შეეხო მსაჯების კოფი ბრეიქია და ჭორეობას მოусმინეთ. ხო და მაგრამ მომდინარე ბუჩი ამათი გორდაძეების იყო გორდაძეების სპორტი. საგვარეულო მიხედვით შედარებთ მარტივი ჯგუფი ყავთ. არც ისე დაძაბული მატჩები გქონდათ, უკვე გავხდით ჯგუფიდან და როგორი მოლოდინი გაქვთ ახლა უკვე შემდეგი ეტაპის და აპირებთ თუ არა ტიტულის დაცვას. როგორც მოგესალმებით, პირველი ორი თამაში საკმაოდ მარტივად მოვიდა, დამჯერებლად 2 თავი ანგარიში. გვაქვს შემდეგ მატჩი ქუთაისის გუნდთან, რომელთაც წინა წელს ფინალი გავმართეთ და ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. წელსაც ვფიქრობთ, უკეთეს შემადგენლობა ვართ, უკეთესად ვართ მომზადებულები და ვფიქრობთ, იგივე შედეგით დავასრულებთ და მოვიყვებთ ჩემპიონატს. როგორი შეგრძნება ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, სადაც უკვე ორჯერ მოიგეთ, ორგზის ჩემპიონები ხართ და წელს ისევ გიწევთ ტიტულის დაცვა. მოგეხსენებათ, ეს ტურნირი ჩვენი რეგიონის დაფუძნებულია, ამიტომ ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობაა და ასე ვთქვათ, ვალდებულება, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტიტული და ამისთვის ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ. იმედია ორგანიზება მოგწონთ და ჩვენ კი ჩვენის მხრივ გიგულშემატკივრებთ და იმედოვნებთ, რომ თასი ისევ ბათუმში დარჩა. ეს ვიდეო ბევრად უფრო საინტერესო მინდოდა რომ ყოფილიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ვიღლები დღის განმავლობაში და ფაქტობრივად ვერაფერს გადაღებას ვერ ვასწრებ. ეს არის რაც არის, ასე რომ სამგზავრთ მაინც დავრჩება ჩვენც და ბავშვებსაც ეს ღონისძიება და თქვენი და ლამაზი კადრებით და მშვენიერი ბავშვებით დატკბებით.